უკრაინაში რუსული ჯარის, ხოლო საქართველოში რუსი მიგრანტები შემოჭრიდან, ანუ 2022 წლიდან 2024-მდე ჩვენში გაორმაგდა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიების რაოდენობა. საბოლოო სურათით, დღეს საქართველოს IT სფეროში კომპანიების 56% რუსულია. მიხვდებოდი, ნაწილობრივ დეზერტირი, ნაწილობრივ გერეუ FSB-ს გამოგზავნილი ეგრეთ წოდებული IT-შნიკების ხარჯზე. მისალოცი ამბავია ჩემ მამზემ. 2025 წელს ზრდა შეჩერებულა. რეგისტრირებულია მხოლოდ 25 კომპანია, მაშინ როდესაც 22-ში ასეთი 15000-მდე იყო. არიქა რუსი გამოგველიაო და პროჭრილურმა რაზმა დასწყო საკანონმდებლო ცვლილებები. ბევრ რუსსა და ცოტა ბელარუსს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება გაუმარტივოთ და საგადასახადო შეღავათებიო. დაწერეს და მიიღებენ კიდეც. ახლა მე შენ გეტყვი, პარლამენტში დებატები გაიმართება თუ მოწინააღმდეგე გამოუჩნდება ვინმე. იქნებ როგორმე კიდევ მოვიზიდოთ რუსები. გვაკლია ნამდვილად. ხოდა ვინც თქვენი ჭკვით ნაციონალებს დასცინოდი თავის დროზე კომპიუტერისა და ინგლისურის მცოდნეებს ეძებენ მხოლოდ მოვიდა თქვენ დრო და გადაიდგა დიდი ნაბიჯი ნათელი მომავლისკენ, უფასო ფულისკენ და ევროპის დაპირებული გაოცებისკენ. ახლა კოც კომპიუტერისა და უკვე რუსულის მცოდნეები სჭირდება. არ გინდოდათ ევროპა და ევროპულობა. იგრძეინთ განსხვავება. ღრმად და თავისუფლად ჩაისუნთქეთ ჩელიაბინსკისა და სიქტივკარის მონატრებული ჰაერი.